ეხა კაფეში ვარ და ძალიან კაი გარემოა სხვადასხვა გერმანიაში და ფასები არის ძალიან იდეალური მეგობრებო. აბა ვლოგისთვის მინდა. რა ვლოგისთვის გინდა? მაგრამ საინტერესო გადაიღეს, რა საინტერესო რო წავალთ გარეთან, მე სხვა ქალაქში რო წავალთ, ის უნდა გადაიღოს. ხო, მე ესეც გვინდა, იმიტომ რომ სამსახურში როგორ მუშაობა გავაცნობ ჩვენს მაყურებელს. არა, საჭირო. რატო? მოტო. რატო? ამას ხო იცი რა ჩავშვა. აი მე როგორ მიშლის ნერვებს. ესა ვუშლი ნერვებში. აბა შეიძლება ფასები რომ ნახავთ? არა. ჩვენ მაინც ნახავთ. როგორი კარგია. ეს ყველა ჩიზკეიკია? მე ნაკრე. ანუ ეს რის ჩიზკეიკია ეს პირველი? კარგად. მეორე? აჰა, და 4 евро ღირს. ეს ღირს გარგარი ჩიზკეიკი იგივე ფასი, ეს რომელია? ეს არის შემწვარი ვახშის ნაყოფი. იაფი არა? ახლა საქართველოს გერმანიის შევატაროთ, ან გერმანიის იმაში რა დავჭეთ, მგონი კარგი ფასებია. ნიკუშ, აი, რამე სხვა გადავიღოთ, საერთოდ სხვა ადგილას რო წავალთ, არ გინდა აქ გადაღება, გეუბნები მილიონჯერ არ ვის. უფროსიების? შეიძლება მოვიდეს. კარგი, წავედით, მეგობრებო, წავედით და დაგემშვიდობებით. დღეს არის 7 დეკემბერი, გადაცემა არ ვიცით როდის გავა ეთერში, იმიტომ რომ შეგვიძლია სიტუაცია და გამომდინარე და ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ვიქნებით ეთერში, დროებით. ამასობაში მოსაღამომდა და წუთები დარჩა, რომ ჩემდას დაუმთავრდეს სამუშაო დრო და კიდევ ერთხელ გავესაუბროთ ჩემდას და ვნახოთ თუ როგორ ერთობიან გერმანელები გერმანიაში თვითონაც და მოკლედ ყველაფერი გამოვკითხოთ. გამარჯობა თიკა, როგორ ახარ? კარგად, თავად? კარგად. რა შვები რასაკეთებ? ყავის აპარატს. როგორ? ყავის აპარატს. ყავის აპარატს ხავს. მოგვიყავი რა გერმანიის. რა იპევა? ამბები გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. რა გავაცნოთ? რა ვიცი, გავაცნოთ რაღაცები ჩვენს მაყურებელს. ეგ შემდა იცოდე რა ინტერესებს შენ მაყურებელს და ჩემ მაყურებელს საინტერესოს როგორია გერმანიაში ცხოვრება, ფასები და ყველაფერი. აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. აბა მითხარი. ბიუროკრატია, დამღლელი ბიუროკრატია. ეტა. რას ნიშნავს ბიუროკრატია? მითხარი. იცი ბიუროკრატიის მნიშვნელობა? კი. ბიუროკრატია არის, როდესაც სამაყურებიც არის. ძალიან რაღაცა მარტივი ან ნებისმიერ საქმის მოსაყვანებლად ძალიან ბევრი დოკუმენტის თუ ორგანოს გავლა გიწევს. და რაღაცა მარტივი
სამსახურების მიცავებით მაგალითად. დამთავრდა სამუშაო. რომ რაცა პრობლემები არ შეგვექმნას და არაფერ ზოგადად პრობლემა არ შეგვექმნას, საპრობლემო უნდა შეგვექმნას, უბრალოდ არ არის ნიში. როდესაც შევსვიდა უცნობ ადამიანების სახე, გამოგვიყვანოთ ჩას მათი ნებართვის გარეშე. ესა იყო საქართველოში, მეგონი კარგი იქნება რა. ახლა კი შევიდეთ ჩემს საყვარელ მოლში, ეს მოლი მდებარეობს ჩემს საყვარელ მოედანზე, სადაც ვაინეხ მარკეტი იყო განთავსებული. ჩვენ სახლთან ძალიან ახლოს იყო ეს ვაინეხ მარკეტი, ეს მოედანი, ეს მოლი და სხვათა შორის რაღაცა საქართველოს მოლის, city მოლის ვაიბებიც კი მოლიდან და მივდივართ თოვლის ბაბუის შესახვედრად, სადაც ჰაერში იყო გამოჭიმული. ამას შემდეგ კადრში ნახავთ, გერმანულად ამბობდა ლექსებს, აღარ მახსოვს რას ამბობდა, უბრალოდ ჩემი და მითარგმნიდა. მე ხო გერმანული არ ვიცი. რა ვქნა, ძალიან ძნელია. ხოდა მოლში ვიყავით ტრადიციულად ჩემი და მიყიდა ელექტროსიგარეტის სითხე. დავათვალიერეთ სხვადასხვა მაღაზიები, ცხელი შოკოლადი. კადრი დამეჭირა, როგორც ახლა ხედავთ კადრში, რომ მე ხო ყოველთვის პირველი უნდა ვიყო. ყოველთვის კარგი კადრები ხო უნდა მქონდეს, უკან ჩემი დადარჩა. კიდე კარგი რომ ისიც მომყვებოდა და არ დავიკარგეთ. რაცა უყურავდი, მეგონა რა ნამდვილი თოვლის ბაბუა იყო და ვეკითხებოდი, ნამდვილი თოვლის ბაბუა, ნამდვილია? იმიტომ რომ მე მჯერა რომ თოვლის ბაბუა არსებობს. იმდენად ჯერა რა თოვლის ბაბუა არსებობს, რა მითხრა ჩემ ადამ რა კი ნამდვილი თოვლის ბაბუა იყო, ლამის ჭკუიდან შევშალე, გამიხარდა და მე აღმოვაჩინე რა, უბრალოდ გამეადავა. Ich habe keinen Zimt und Zucker mehr in meiner Hütte. Wie schlau von Rudolf. Zimt, Zucker und einen Sack voller Mann.
მინდა ჩემი და ვსაუბრობთ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს ან არ არსებობს და ეს ამბობს, რომ არ არსებობს და მე ვამბობ, რომ არსებობს და მითხარი, აბა რატო არ არსებობს? არსებობს კაცო, ვისაც ჯერ არსებობს. და არ არსებობს, ახლა მითხარი. არა, მე შეგეკითხე შენ ნამდვილად ჯერა მეთქი გამიგო. მე მჯერა რომ არსებობს თოვლის ბაბუა. ძალიან კარგი. და სხვათა შორის გახსოვს? პირველად თქვენი რა მიყიდა? არა. კურდღელი. კასა კურდღელი. და ანუ ხურდასაც ჩააყრიდი, წრიპინებდა და მართლა დავიჯერე რომ მართლა თოვლის ბაბუა მყიდულობდა და 12 კა აღმოჩნდა. და ისე მოხდი ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და სისუსტე მაღაზიაში, რიტუალში. აქ მეგობრებო, ისეთი თბილი და ჰარმონიულია ყველაფერი, სუნები, განათება, ატმოსფერო, თითქოს პატარა სპა იყოს ქალაქში. და იცით რომ მთელი ხიბლი რაშია? იმაში რომ შეგიძლია ყველაფერი დატესტო, კრემებიდან დაწყებული, შხაპის ქაფებით დამთავრებული და რეალურად იგრძნო რა გინდა. რიტუალში ჩემთვის პატარა თვით ზრუნვის რიტუალია, ხოლო საჩუქრისთვის ყოველთვის საუკეთესო ადგილია. და ახლა გიზიარებთ მე და ჩემი და კადრებს, თუ როგორ ვიტესტავთ ერთ-ერთ პროდუქტს და მინდა გითხრათ რომ რაც აი აქ დევს, რასაც ახლა კადრში ხედავთ, ყველაფერი აქვს ჩემს. ეგ ჩემზე მეტად გიშია ეგეთი რაღაცების. კარმაო და კარმა კაია. გადაიღე. ვიღებ შუა. ო. ჯიმე. ბატონო. ესე ჩო. აკა. მარ, ეგ დეზინფექცირებული იქით. ხო. ჩოჩრება საკაია. თითქოს ჩემი კანი გარბილდა. მე რა კაია. სიამოვნო ხალხ. იდე რომ მე დავტესტო. ეხლა დაიმშრალე ხალხი. და აქ დადევი გამოყენება. ესე ტესტავთ საბონს, ხო? ისი სიგნალი აქვს? ანახე. ეს თეთრი მეც აქვს. აქ მოდიან ადამიანები და ტესტავენ. Kann ich weiterhelfen? Nee, will checken. Was machen Sie denn da? Wollte ich jetzt Blog gucken, ja. Also, okay. აქ მეგონა რა კონსულტანტი მოვიდა შენიშვნის მოსაცემად რატო იღებთ, მაგრამ სულ სხვა აღმოჩნდა, აინტერესებდა იუთუბერები ვიყავით თუ არა. Auf YouTube oder was? Oder nur für euch? nur für selbst, Ja, cool. Wann ist also gut klappt, also jetzt testen wir doch. Ah, okay, ja, cool. თიკ, დღემ როგორ ჩაიარა? გადასარევად. კარგად. შენ ფიქრობ როგორ ჩაიარა? ძალიან აყოფიერად, ძალიან ბევრი ხალხი იყო დღეს. და კიდე რა ვიცი, კარგად გეხმარებოდი. იცი რა არის? ხალხს არ ვიშლიდი. ეგ უკვე დახმარებაც არის. ამიტომ კი ბატონო, კარგად მეხმარებოდი. თიკ. ესეც მეორე დღე უბრალოდ დილიდან რატომღაც კადრები არ გადაგვიღია, მაგრამ ძალიან ბევრი საღამოს კადრები გქონდა. Was hast du zuerst auf Machla?
აი ნახე და შეკავე შემოწევა აჩა მოედანზე ყოველ ნაბიჯზე როგორც კი გავიდოდი, აი ამ სიამოვნებას, აი ამ სილამაზეებს ნახულობდი, ფოტოებს ვუღებდი, ვიდეოებსაც და უბრალოდ ვტკბებოდი მისი შენახავით. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვყუროთ და დავტკბეთ. ჩემდაც შევუვარდდი თავის თანამშრომლებთან ერთად. And tracks. My brother's got no money, he's got his trouble.
კაი, 10 დეკემბერი დადგა ერთი კვირა, რაც ჩამოვედი გერმანიაში და ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან კარგი რაღაცები მოხდა. ცოტა რეჟიმში ჩავდგი, თიკას არ იყოს. ხო, ჩავდექი, თიკას თქმით. ხო და ძალიან კარგია ქაურობა, მეგობრებო, აი ულამაზესია გერმანია სახელმწიფო. დღესაც ხო სახელმწიფო მართული და დღესასწაულთან დაკავშირებით. ხო, დღეს ესე იგი წავედით ხო ჩართული. კი. მოკლედ დღეს ვიყავით აუზზე 2 საათი გავცურეთ, გამოვცურეთ. ჩავოცრიალდით და ჩემი კივილით დასრულდა. მეორჯერაც ხო დაჭდები? არა. რატო უჭდები? წამიყვანე, მაგრამ არ ჩავოცრიალდები. გასწორა. კი, გასწორა არ თქვა მეორედ. არა ვთქვა. ანუ მაგარი იყო. იყო მაგარი? ანუ კი, მაგრამ ახლა ძალიან შემეშინდა. ძალიან შემეშინდა თიკა. მეორჯერ აღარ შეგეშინდები. ეს ხო შეგეშინდა მეორჯერაც უნდა გააკეთო და აღარა. მაგრამ თვითმფრინავში დავჭექი ხალხნა და აწ ყველაფერს იცემ ხო? ხო და ცოტა ხას არავიდეთ სახში ვილაპარაკოთ. ხო და მე ჭამეთ დონერი, ძალიან გემრიელი, თიკა. მე დონერი ჭამეთ, შვადღით დავიძინე და რა კაი კამერაა რა. ეს არისია. შვადღით დავიძინეთ, წავედით მე მოედანზე თიკას თანამშრომლები ვნახეთ, გავერთეთ და მან კლინტოენი დალია მეცხელი შოკოლადი. და შემდეგ ბარში წავედით და ახლა რომელი საათია? პირველი ხდება. აჰა. უკვე პირველი და უკვე სახში მივდივართ. პირველზე უკვე ლოგინში უნდა იყოს, წავედი. ხო და მოკლედ სახში მივდივართ ახლა. დავიძინოთ და მანამდე ცოტა რაღაც ტელეფონთან დამრჩა და მანამდე რაღაცებს ნახავ ერთი რა მოხდა. ნიკუშა მთელი 5 საათით არის ტელეფონის გარეშე რა მაგარია. 5 საათია ტელეფონის გარეშე ხარ. Cool, შეგვიძლია? თვითმფრინავშიც ერთი კვირის უკან ვიყავი აგრე. ხო და მოკლედ ერთი წუთი ვაიპი უნდა მოვწიო. ხა? საით? აქაც არის ტრიპინი? არა. ხო და მოკლედ თან შევხედა ერთი რა ნიუსები რაები დამხდა საერთოდ და შევხედა. ხო ცოტა ხანი შევხედა და იოგურტს შევჭა. რატო შეჭამა კარგად? იოგურტ შევჭა. არაფერს აღარ შეჭამ. შევჭა. კაი პატარა შეჭა. ხო, ცოტა შევჭა. ვიჩქარა. ხო და მოკლედ ეს გადაცემა რა დაიდება, ეს ხდება ერთი კვირის მასალა. რა? ნახვამდის.